თბილისი მსოფლიო ქალაქებს ცხოვრების საერთო დონით მკვეთრად ჩამორჩება. სამწუხაროდ ასეთი შედეგია ჩვენ კვლევამ, რომელიც საერთაშორისო კომპანია მერკერმა ჩაატარა. რეიტინგში საქართველოს დედაქალაქმა 221 ქალაქს შორის 213 ადგილი დაიკავა. ამავე კვლევაში ბოლო პოზიცია ერაყის დედაქალაქს ერგო. მერიაში კვლევების არჩერად თბილისელები კი მონაცემებს არაერთგვაროვნად უნდა დაფასებენ. ლონდონურმა კომპანიამ მერკერმა მსოფლიოს 221 ქალაქის ცხოვრების ხარისხი მთავრობის სტაბილურობით, კრიმინალის ხარისხით, ეკონომიკური ფაქტორებით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობითა და სისუფთავის დაცვით განსაზღვრა. თბილისი რეიტინგში 213 ადგილზე აღმოჩნდა. მერიაში კვლევის ობიექტურობას ეჭქვეს აყენებენ და სხვა კომპანიის მიერ ჩატარებულ მსგავს კვლევას იხსენებენ. Financial Times-მა თავის ერთ-ერთ რეიტინგში თბილისი დაასახელა შეიყვანა სამეულში ევროპის მნიშვნელოვან ქალაქებს შორის ბიზნესზე დანახარჯების მიხედვით. მე-10-ში შეიყვანა ქალაქების იმის მიხედვით, თუ როგორი სტრატეგია აქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით. თბილისის ქუჩებში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ დედაქალაქი ცხოვრების ხარისხით მსოფლიოს სხვა ქალაქებს ბევრად ჩამორჩება. ჯანდაცვასთან დაკავშირებით, პოლისებთან და იმებთან აბსოლუტურად ყველაფერი შეჩერებულია, ნამდვილად ვეთანხმები, იმიტომ რომ ჯერ ბიუროკრატიული ისინი რომ გადაალახო და მიხვიდე იქამდე რომ უბრალოდ ელემენტარულად რომ გაიშინჯო, უფასოდ, აი თუ გაქვს ეს პოლისი და თუ არა გაქვს, ხო საერთოდ უნდა ნაწილი კვლევის შედეგებს არ იზიარებს. თბილისში ამ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, განვითარდა საგრძნობლად, შედარება არ არის წინა წლებთან რო შევადაროთ, სისუფთავის მხრივაც ნორმალური სიტუაციაა ნამდვილად. ცხოვრების ხარისხის ინდექსის ასამაღლებლად ქალაქის ქუჩებში სისუფთავის დაცვა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. იმ ადამიანებს, რომელთაცაც კვლევის შედეგები საწყენი აღმოჩნდა, როგორც ჩანს, მსგავსი ნაგავსაყრელები თბილისის ქუჩებში არ უნახავთ. ეს ნაგავსაყრელი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში გადავიღეთ. ვისურვებდი, რომ მომდევნო კვლევის შედეგების გაშუქებისას უფრო ესთეტური კადრები გადამეღოს. ვენა ცხოვრების ხარისხის მიხედვით პირველ ადგილზეა. მან ოდნავ გაასწრო 2 შვეიცარიულ ქალაქს, ციურიხსა და ჟენევას. ათეულში მოხვდნენ დიუსელდორფი, მიუნხენი და ფრანკფურტი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვანკუვერი. ბოლო 221 ადგილზე ერაყის დედაქალაქი ბაღდათი დასახელდა.